მადლობა რომ დამიჯერეთ, ძალიან გიხდება. მე მაინც გქონია რომ უბრალოდ წვენს ტოლმა ჯობიანა. ნიანი სასარგებლოა. ტოლმა გემრიელი. უბრალოდ წვნიანს კი არა, ხარჩოს გავაკეთებ. ხარჩოც კარგია, მაგრამ ტოლმა სხვა კლასია. ტოლმა ძნელი გასაკეთებელია. არა, მე სიძნელის არ მეშინია, უბრალოდ წვნიანი აუცილებელია ბავშვისთვის ნათი. მე ჰამბურგერები მინდა. შენ სულ ჰამბურგერები გინდა? აი, ამიტომაც არის აუცილებელი წვნიანი. მე ტოლმას არ აქვს წვენი? გუფთა უფრო წვნიანია. უი, გუფთას გავაკეთებ. ხო, გუფთა კომპრომისული ვარიანტია. საჭმელთან მიმართებაში არავით არის კომპრომისი. ოთო, ახლა ტოლმის სეზონი არ არის, ვაზის ფოთოლი ძალიან გაუხეშებულია. კომპოსტოში გააკეთე შენს. მე გუფთას გავაკეთებ და შენ კომბოსტო მიაყოლეს. ცალცაკე რატ მინდა? რა მნიშვნელობა აქვს? ერთდაიგივე არის მაინც? როგორ არის ბიჭო ერთდაიგივე? პური და ყველი და ხაჭაპური ერთდაიგივეა? არა. ხო და მაგაშია საქმე. ბოლო რა გავაკეთო? ჯანდაბას გააკეთე გუფთა. აჰა. საათნახევრიანი კამათის შემდეგ როგორც იქნა გადაწყდა. სადილად გვექნება გუფთა. ნიკოლოს, სადილი არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. გაცილებით მნიშვნელოვანი თემები არსებობს. ეკოლოგია არ მიხსენე ხა თუ ძმა ხარ. ხო, დახუჭე თვალი რეალურ პრობლემაზე და მარტო კუჭზე იფიქრეთ. ბიჭო, სადილი რა იქნება? ამაზე რეალური პრობლემა დედამიწაზე არ არსებობს. აი რა. სერიოზული პრობლემა გვაქვს. მშვიდობა, მამა. ცხენბურთის ანუ საერთაშორისო ენაზე პოლოს მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის სტუმრად საქართველოში. ხო. სუხელი მეილი მოუწერიეთ. პოლოს მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პაბლო ესტევესი ტურნეს მართავს ევროპაში. ხო და ერთი დღით საქართველოში ჩამოვა. ვა, ხედავ თუ ევროპის ნაწილად გვაღიარებენ. ეკი, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? უნდა უმასპინძლოთ, მამა. ხო, მაგრამ ეგ ძნელია ეგ. რა არის ძნელი? დავპატიჟოთ, კაი სუფრა გაუშალოთ, დავათროთ და ეგ არის რა. კარგი, არც ესე მარტივადაა საქმე. პაბლო ესტევესი არის ოფიციალური პირი და მის ვიზის თავისი პროტოკოლური მოთხოვნები აქვს. რა მოთხოვნები? პირველ რიგში ცხენბურთის ფედერაციის ოფისი უნდა ვაჩვენოთ, რომ შეამოწმონ შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს ეს ოფისი. და სად გაქვთ მე ოფისი? ახლა დოკუმენტებით ეს არის, მაგრამ ისე არსად. ისე მამა შენი ოფისი კი უნდა გქონდეს. ჩემი ოფისი ბიჭო კი არა, ჩემი ოთახი არა მაქვს. როდის ჩამოდისო ეს კაცი? ხვალ. უი, ასე მალე? პოლოს საერთაშორისო ფედერაციის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში თურმე ჩადიან გაუფრთხილებლად, ასე მითხრეს. რატომო? იმიტომ რომ მოულოდნელი ვიზიტების დროს რეალური სურათი იხატება თუ რა მდგომარეობა ამ ქვეყანაში ცხენბურთში. ხედავთ, დასავლეთსაც მობეს და შეცდომაში რომ შეყავთ. კაი დროსია ახლა. არა და ქართულ ცხენბურთში ისეთი მდგომარეობა მწვენია როგორ ვაჩვენო რეალობა. კაი რა მამა, ჯერ ქართული ფეხბურთია ჩვენი და საერთოდ აღარ შეგწყვება. ხუმრობის დრო ახლა ხო? კარგი მამიკო. დაუშვათ ოფისის საქმე მოვაგვარეთ. მე კიდე რა უნდა შემოწმო. და გვაქვს თუ არა ცხენბურთის მოედანი, ყავს თუ არა ცხენები და დაცულია თუ არა ცხენებში გენდერული ბალანსი. მოიცა, ცხენებში გენდერული ბალანსი როგორ უნდა იცვა? ნუ, ცხენების 27% დედალი უნდა იყოს. რატო? ნუ, ასეთი ევროპული სტანდარტი. წინათ არ იყო ეს მოთხოვნა, მაგრამ მე ფემინისტურმა ორგანიზაციებმა გააპროტესტეს და 2 წელია ეს სტანდარტი მოქმედებს. რთულად ყოფილა საქმე. ნუ, ერთ სიტყვით თქვენი დახმარება მჭირდება ბიჭო. აგერ ვარ მამა, არაფერზე არ ნერვიულო. კარგი. შენიკა? მე სტატიას ვწერ, რომელიც მსოფლიო ეკოლოგიის ჟურნალმა უნდა გამოვაქვეყნოს და არ მცალია. მე მცალია მამა, არ ნერვიულო თქო. შენიკა? მამა, ძალიან მნიშვნელოვანი სტატია არის. ეკოლოგია დინამიურად განვითარებად ქვეყნებში. მამა, დაწეროს ის თავისი სულელე. მე დაგეხმარებ ყველაფერში თქო. ანუ ნიკა შენ ჩემთვის არ გეცლება, ხო? კარგი ხო მამა, მოვიცლით, სხვა გზა არ გაქვს. როგორ არ აქვს? მე ვარ სხვა გზა. აუ, ცოტა დავწყნარდი. აბერტი გავიდეთ εκεί და მოვილაპარაკოთ რა გავაკეთოთ. მამა, მე საერთოდ არ გამოვალ თუ გინდა. წამოდი, შენს გამოგვადგები რამეში, კაცო. რამეში ხო? კარგი. სუფრას რომ გაშლით და თამადა დაგჭირდებათ. აი, მერე დამაფასებთ. ისე თამადას დაგჭირდება, რა თქმა უნდა. ო, გამარჯობა შენი. აჰა, მე ჩამოვწერე ძირითადი პუნქტები. სუფრა დაწერე? აი?
მე ამას არ უნდა ქვეპუნქტებად ჩაშლა. ღვინო, ცივები, ცხელები. ეგ მერე ოთო, ახლა რაც თავარია ის გამაკეთებინე. მამამ, თავარი არის სუფრა. აი სუფრა როგორაა მთავარი? როგორ და ჭრელად. ძალიან არგუმენტირებული ხარ. შენ კიდე ცხოვრების აზრზე არ ახარ. შენ ხო ხარ რა? კარგი. მე ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. ოთო მიხედავს სუფრას. ძალიან კარგი, მამა. ერთ დეტალს შევათანხმებ. სუფრა რესტორანში გავშალოთ თუ სახლში? რესტორანში ფროდვილია. მაგრამ ეგ უფრო ძვირი იქნება, ბიჭო. სადაურია მამა ის კაცი? ურუგვაელი, პაბლო ესტევესი. აჰო. სახლში ჯობია, ოჯახურ გარემოში. აი რატომ ჯობია სახლში? იმიტომ რომ ჯობია. ეგ როგორ? როგორ და ჭრელად. ძალიან არგუმენტირებულია რა. შენ კიდე ცხოვრების აზრზე არ ახარ, მიგუშა. შენ ხო ხარ რა? კარგი თქო გითხარით, ამცალი ამდენი. მე ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. გავაკეთებთ ისე როგორც ოთო ამბობს. ძალიან კარგი. შემდეგი საკითხი. შემდეგი საკითხია ცხენები. კარგი. აი მაგაზე მე იდეა არ მაქვს. სხვა საკითხებზე ხო გქონდა რა. დიახაც მქონდა. სახლში გავშალოთ სუფრა. აი რა იდეა არის ახლა ეს? ძალიან კარგი იდეა, ნიკუშ. აი როგორაა კარგი იდეა? როგორ და ჭრელად. ძალიან არგუმენტირებულია დღეს. შენ კიდე ცხოვრების აზრზე არ ახარ. შენ ხო ხარ რა? კარგი მეთქი, დაჯექი, მოდია, გაჩერდი. მე ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. მე უნაგის ვერ დავიდგა, მამა. რა შუაში ხარ შენ? აბა, ავალ იპოდრომზე, ნახავ ძველ მეგობრებს, გამოვუყანინებ ცხენებს და ვეტყვი ამ კაცს, ვითომ ჩვენი ცხენბურთის გუნდის ცხენებია, მორჩა. ძალიან კარგი. შემდეგი საკითხი. შემდეგი საკითხია ოფისი. ოფისს რა უნდა ვუყოთ? ჰოპ, არის ხმოთ ხელებ, მოიცა. მაგას მე მივხედავ. ჩემ ძმაკაცებს რამოდენიმე ოფისი აქვს. ვეტყვი ერთ-ერთმა რომ მათხოვოს ერთი დღით და ვითომ ჩვენი ოფისია. კაი ოფისებია? აუდიტორული კომპანიაა ერთი, მეორე ფარმაცევტული და მესამე ელექტროენერგიის დაზოგვის ცენტრი. სამივე ნორმალური ოფისია. ძალიან კარგი. შევაჯამოთ ახლა. ოფისი შოვი შენ. კი, ცხენებს შოულობ მე. ოთო შენ სუფრას მიხედავ. ისეთ სუფრას გავშლი, მამა. ვიღაცა ურგვაელი კი არა. მთელი სამხრეთ ამერიკა ამაზე ილაპარაკებს. თქვენ. ოჩახნათ. აბა რაზე ფიქრობთ? არაფერზე. როგორ ხვალინელ სუფრაზე არ ფიქრობთ? მოიცა, აქ უნდა გავშალოთ სუფრა? აბა სად? რესტორანში არა? ასე სტუმარს ნათია რესტორანში ხوار წავიყვანთ. ოჯახში უნდა მოვიყვანოთ, ქართული ტრადიციები გავაცნოთ, ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ. და რესტორანში რომ ჩავეხუტოთ და მოვეფეროთ არა? ათი ეს კაცი არის ურუგვაელი. სამხრეთ ამერიკაში განსაკუთრებულ პატივს დებენ ოჯახურ ღირებულებებს. კაი მოიყვანე და მომიწევს ხელების საყოფა ფქვილში. ოთო, ურუგვაი კაი ქვეყანაა? ნათი, ვენესუელური სერიალი ხო გინახავს? კი, კოლუმბიური, კი, ბრაზილიური კი. და ურუგვაული სერიალი თუ გაგიგია. არა. აი ხედავ რა მაგარი ქვეყანაა ურუგვაი. სამხრეთ ამერიკაში დებილურ სერიალებს არიღებ და იგივეა რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არიღებდა ქრთამს. რა გინდა კაი ქვეყანა ყოფილა? ნათი ერთი წუთი რა. ვაიმე ნათი ბოდიში, ვაიმე მაპატიე ნათი. ხო და ეგეთი იდეა მაქვს. ქართული ტრადიციული სუფრა გავშალოთ და ერთი რაიმე ურუგვაული კერძი მოვუზადოთ პატივისცემის ნიშნად. და ურუგვაული კერძი რა არის? მე რა ვიცი. აბა მე საიდან უნდა ვიცოდე? ვიფიქრე მაგაზე მე. ვატო და ინტერნეტი. რა ვატო და ინტერნეტი? ვატოს მოვაძებინოთ ინტერნეტში რაიმე ურუგვაული კერძი. უი, რა საინტერესოა და მეც ვისწავლი რამე ახალს. გეუბნებით გენიოსი ვარ თქო და არ მიჯერებთ. ვატო მამა, მოიტანე ნიკას ლეპტოპი და მოდი. ვატო რით ვერ იპოვე? რომ გუგლა ურუგვაიზე პირველ სპინტერს ლეგალიზაციას და რა არის ეგ მამა? არა ეგ შენი საქმე. შენ მოძებნე ქვეყანაზე და რაიმე ეროვნულ კერძებზე. აი. აი ვიპოვნე. აბა წაგვიკითხე. ურუგვაი არის სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, დედაქალაქი მონტევიდეო. მონტევიდეო თბილის გავს უამბობენ.
მონტევიდეო განთავსებული ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ოკეანის სანაპიროზე თუ თბილის როგორ გავს? თბილისსაც ხომ აქვს თბილისის ზღვა. მოსახლეობა 3.200.000. ჩვენ მეტნი ვართ. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $14,459. ამათ მეტი აქვთ. ტემპერატურა ზაფხულში 3 გრადუსით გრილი ვიდრე საქართველოში რა მაგარია? და ზამთარში 3 გრადუსით თბილი ვიდრე საქართველოში. ურუგვაიში მინდა. ეროვნული სამზარეულო. უი, მინდი დედიკო იქ წაიკითხე. ურუგვაული ეროვნული კერძია ასადო. ასადო? რა არის ეგა? შემწვარი ხორცი მაყალზე, აი ხატია. მაჩვენე? წვადია ეს. კი, გავს. გავს კი არა ზუსტად ეგა, რა წერია? ხორცს ჩამფურზე აგემენ და ნაკურთხალე წვავენო. აუ, რა გემრიელი იქნება. გეუბნებით მწვადია თქო. ანუ მწვადი არ არის ქართული? როგორ არ არის ეთყობა საქართველოსთან შეიტანეს ურუგვაიში. და ჩვენ რა კერძი შევთავაზოთ ახლა სტუმარს? არაფერი ნათი. წვადი შეუწყოთ და უთხრათ შენ საპატივცემლოდ ნაღდი ურუგვაული ასადო მოგიმზადე. ესე იგი მოდი ერთხელ კიდე გავიაროთ თავი. მე არ მოგბეზრდა ოთო. ნათი საჭმელების ჩამოთვლა მე არასოდეს არ მბეზრდება. დავიწყე. კაი, მიდი. რა იქნება ცივები? ცივები. ფხალეული, ყველი იმერული, სულგუნი, გუდა, გებჟალია, კუჭმაჭი ნიგვზით, ამოლესილი ლობიო ნიგვზით, ბადრიჯანი ნიგვზით. ბადრიჯანი ნივრით? გვინდა? ხომ გითხარი გვინდა თქო. თავი დამთქვით კიო, მაგრამ მე ხო ვთქვით რომ არ გვინდა თქო. რატომ არ გვინდა ნივრით ბადრიჯანი? რა გადაუდებელი სასასაო გვაქვს დღეს? არა. ხოდი ჩაამატე. ბადრიჯანი ნივრით. ჩავამატე. ცივი ხორცეული. ხორცეული, მუჟუჟი, ცივად მოხარშული დედალი, ხბოს კანჭი, ხბოს ბეჭი, ბურვაკის რულეტი. ხო, შენ გენაცვალე. თევზი ცოცხალი, ლოქო ქინძმარში და დამარილებული ქაშაყი მოხარშული კარტოფილით. ცომეული. ცომეული. ხაჭაპური, ლობიანი, მჭადი, ჭვიშტარი, თონისპური. ყოჩაღნათია. ცხელები. ცხელები, ჩაშუშული, სოკო კეცზე, ქათამიშ ქმერულა, ჩემწვარი კეფალი, ხბოსნეკნები აჯიკით. ახლა წამოვიდა მეგრულები. მეგრულები, ღომი ელარჯინი, გზიანი ხარჯო, ყუპატი მეგრულა და შემწვარი გოჭი. შემწვარი გოჭი მეგრულია? ნათია, რაც გემრიელია, ყველაფერი მეგრულია. დესერტი, ნამცხვარი, ხილი ჩურჩხელა გოზინაყი. და სპეციალური ურუგვაული კერძი, ასადო. რაც იგივეა რაც წვადი. მაგარია. ღვინო, ლიმონათი, მინარალ წყალი, თავისთავად. ეგ არის რა? ხო. სუფრის მიმართულება შესრულებულია. ჰოპ. დაგვერხა. მოკლედ ერთი ამბავი ოფისი არ გვაქვს. ერთი რაღაცა დავალეთ და ისიც ვერ შეასრულა. არ გამოვიდა, ნუ. სამი სხვადასხვა ოფისი თქვი. ერთი როგორ არ გამოვიდა? ხო გითხარით, აუდიტორებში საგადასახადოა შესული. შეგვიშვალ მე ჩვენს დავაბოლებთ იმ პატიოსან ურგოს და წამოვალთ. რა სიზამთ? მოვატყუებთ რა. არ გამოდის საგადასახადოა, სერიოზული ამბავია ეგ. კარგი. ფარმაცევტებში? ფარმაცევტებს რაღაც ახალწამალზე გუშინ ცდა ჩაუტარებიათ. კოლბა აუფეთქდათ და მთელი ოფისი დაზიანება. მე შევაკეთოთ უცებ. ყველა ფანჯარა ჩამსხვრეული და რაღაც წითელი ლაქებია კედლებზე. ფანჯრის ჩასმა ძვირი. კარგი, მესამე? მესამე ენერგიის დაზოგვის ცენტრი იყო. შეგვიშვალ მე ერთი დღით და დაზოგონ ენერგია. არ გამოვაო, ჩვენ სტუმრები ყავს ყაზახეთიდან. მივიდე ჩვენთ, არ შეუშლით ხერხს ყაზახებს. ბიჭო, სერიოზული ფირმაა. ერთი დღე შეგიჩვენ რა, სასტუმრო კი არ არის, თავის სერიოზული საქმეები აქვთ. რა სერიოზული საქმეებია? ბუნებას იცავენ, ელექტროდამზოგავ ტექნოლოგიებს იგონებენ და ეკოლოგიას უფრთხილდებიან შენგან განსხვავებით. ნიკოლოზ, რა დროს ეკოლოგია? მეორე ნახევარსფეროდან ჩამოსულ სტუმართან გვეჭრება თავი მთელ ქვეყანას. ხო, გავიგე, მაგრამ აი, ყველამ რო უარი მითხრა. მე მაყლილებთან მივარდი. და მაგათმაც ერთი დღით არ ვაქირავებთ. მაგათმა რატომ? მინიმუმ 6 თვეო. თუ ერთი დღე გინდა, წადი ბიზია საუნაშიო. ნიკოლოზ, საუნაში ხوار წავიყვანოთ, ჰა? გაგა საუნებ მე შენ. რა იყო, ნათი საუნაში მარტო იმისთვის კი არ დადიან. აბა ისთვის დადიან კიდე. საუნისთვის. პარსაც იღებს იქ ხალხი. ხო, საუნაში წავიყვანოთ, გავატიტლოთ, პირსახოთ შემოვახმიოთ და უთხრათ:
ცხენბურთის ფედერაციის ოფისი ეს არის ხო არა? ხო, დებილობა. ხო და ეგ ამბავია რა. ოფისი არ გვაქვს. მოკლედ დაგვერხა. ბიჭო, კი არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ახლა კარგად ასახა ჩვენ მდგომარეობას და ბოდიშის მოვიდით, უნდა ვთქვა. რა უნდა თქვა, მამა? დაგვერხა. მამა, არ გადამრიო. ამ ხელა იპოდრომზე ცხენები როგორ არ ყავთ? ხო გითხარი, ბიჭო, ხვალ არ ყავთ, თორე საერთოდ როგორ არ ყავთ? ხვალ რა ხდება ამისთან? კინოს გადაღებისთვის იქირავეს ყველა ცხენიო. რა კინოს იღებენ? ვახტანგ გორგასალზე იღებენ ფილმს და ხვალ ხოხობზე ნადირობის ეპიზოდის გადაღებაა თურმე. ყველა ცხენი დაკავებულია? ხო, რაც ყავდა ყველა ცხენი მიყავთ. ეგ კი არა, ახლომახლო სოფლებიდანაც ვინმე ცხენი თქვა და ყველა იქირავეს და ცხენის ფორმებიც, რაც იყო ბავშვების დაბადების დღის ცენტრებში ეგენიც. მოიცა, ცხენის ფორმები რაღაც უნდათ. მას უკისებს ალბათ ხო? უკანა ფონზე რო დააყენო. ანუ იტყუებიან? რეჟისორები რო აფერისტები არიან, არ იცოდი? არა. შენ საიდან იცი ერთი? კლიპი რომ მანდამიღეს იქედან. ხომ ნახე რაც არის გადაღებები. კარგი ხო, მორჩა. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ. ეგ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაც რომნა ვიაფერისტოთ ფაქტია. აუ, რა დრო იყო. SSR-ის ცხენბურთის ფედერაციიდან რომ ჩამოვიდნენ შემოწმებაზე 84-ში. რო შევედით რესტორანში, ერთი კვირა ისე გავიდა, არც ოფისი გახსენებია და არც ცხენები. აი ეგეთები ხარ თქვენი თაობა. პატარა წინააღმდეგობა შეხვდება თუ არა ეგრევე საბჭოთა კავშირის მისტილით. მე მივჭირი საბჭოთა კავშირს? დიახაც შენ. არც ცხენია, მე მეუბნები მაგას? ვახტანგ გაბუნიას, დისიდენტს, ადამიანს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ისწავლა ინგლისური საბჭოთა კავშირში. მე ზღვაური იყავი და იმიტომ გასწავლა კგბ-მ ინგლისური. არაფერი არ უსწავლებია ჩემთვის კგბ-ს. აბა შენით ისწავლე? დიახეთ ჩემით. და კგბ-მ არ დაგავერბოვკა, ისე გიშვებდნენ უცხოეთში სანაოსნოდ? ეგ კგბ-ს ეგონა, რომ დამავერბოვკა, თორე სინამდვილეში იქით ვატყუებდი კგბ-ს. ხო და თუ ესეთი მაგარი ხარ, რომ კგბ-ს იქეთ ატყუებდი, მოატყუე ხარ როგორმე საწყალი ურუგვაელიც. ხო და მოვატყუებ. ხო და ესე რა ნუ ჩამოყარეთ ყურები. მოგლეთ. ოფისში სად მივიყვანოთ? პრეზიდენტის სასახლეში ხომ არა? მაინც არ შედის ეს ახალი ცოცხალი თავით იქ და დგას ამ ხელა შენობა ესე უქმად. ნათიკო, ეგ მეც ვიფიქრე, იცი, მაგრამ მე მგონი მანდ არ შეგვიშვებენ. აქ უნდა მოვიყვანოთ ოფისში. აქ სად? სახლში. მე როგორ ოფისში საკერავი მანქანა სად გინახავთ? ახლა სხვა დროა ნათია შვილო. ახლა სულ სხვანაირი ოფისებია. საკარავი მანქანა კი არა, ჭურჭლის სარეცხი მანქანები აქვს თხალს ოფისში. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჩვენ რომ არ გვაქვს. ნათია შვილო, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მივაწყოთ, მოვაწყოთ, მივალაგოთ და დავამზადოთ ოფის აკაურობა. კარგი, დავუშვით მივალაგეთ, მოვალაგეთ და რაღაცა გავაკეთეთ. ჩვენ მაცხოვრებლები სად წავიდეთ? ჩვენ არსად არ უნდა წავიდეთ. ჩვენ ყველანი ვიქნებით ცხენბურთის ფედერაციის თანამშრომლები. როგორ? როგორ და შეუულებრივად. ჩვენ იქნები ოფის მენეჯერი მაგალითად. აუ კი, მე ხერხება, ოთო რა მაგარია. ნათია იქნება ბუღალტერი. ვაიმე, რამე რომ მკითხოს? არ უპასუხობ და ინგლისური არ იცი. მაგას ჯობია რომ ბუთხრა საერთოდ ყრუმუნჯი ვარ და სოციალური აქციაც იქნება. იფიქრებს როგორი კეთილი ადამიანები ყოფილან ქართველებიო, განსაკუთრებული შესაძლებლობის ადამიანები ყოლია დასაქმებულიო, ხო? კარგი. ნიკა იქნება ცხენბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ჩემი მარჯვენა ხელი. მე? კი. მადლობა, მამა. და ოთო იქნება დარაჯი. კაი რა მამა, ეხლა კგბ თქო, საწყენად კი არ მithქვამს. ოთო შვილო. რა ვქნა? ყველა სხვა ვაკანსია დაკავებულია. მე ვინ ვიყო? შენ ბაბუ იქნები ცხენბურთის იუნიორთა ნაკრების კაპიტანი. აუ ფედერაციის აიტიშნიკი ვიქნები რა. კაი რა ბაბუ რა, ერთხელ მაინც იყავი ცხენბურთელი. ამ ტრაგიკომედიაში მაინც ამიხთინე ოცნება. ბატო, მორჩი შენ, ბაბუ არასაც გეტყვის ის იქნები. რატო? იმიტომ რომ უფროსია და უნდა დაუჯერო. ხედავ, ჩვენი დარაჯი რა კაი ბიჭია. მოკლედ, ოფისზე მოვგვარდით. ცხენებზე რა ვქნათ? ბიჭო, ამით დავიწყოთ და ცხენები საერთოდ იქნებ არც გაახსენდეს. და გაახსენდება. ისე დავათრობთ რომ არ გაახსენდება. კი მე რა დილით რომ ითხას ცხენები მაჩვენეო? ეგ აღარ ვიცი. მე ვიცი. ფოტოშოპი. ეგ რა არის ბაბუ? კომპიუტერული პროგრამაა, ბაბუ. მაკაცის სურათს ჩავსვათ ცხენების სურათში. და მე დილით ვაჩვენებთ, აი ცხენებთ ერთად რო ვიყავითო. ყოჩაღოატო?
ვიქნები რა იტიშნიკი. ბაბუ, ხონდე გააკეთა და რაც გინდა ის იყავ. Yes! ახლა მთავარი ისა, პაბლო ესტევეს ისე დავათოთ, რომ დილით არაფერი არ გაახსენდეს. მამა მაგაზე შენ არ ინერვილო მე ხარ. ბატონო პრეზიდენტო, მე მგონი ჩვენი დარაჯი იმსახურებს წლის საუკეთესო დარაჯის წოდებას. დამცინე თქვენ დამცინე და 10 წუთი ისინი ყავით აქ ყურებ ჩამოყრილი და წვიმწლებს ყრიდით. მე კი მგონია, ჩვენი დარაჯი უფროსობასთან ზედმეტად ფამილიარულია. ხომ არ მოხსნათ? ნათია, არაქი ემპურები გამიზადე აქედან უნდა მომემზადო იმ კაცის დასათრობად. აბა, მზად ვართ? კი, ყველაფერი მოვასწარე. ჩვენ მზად ვართ. ხო და ძალიან კარგი. ხო. ადგილებს ყაჩა. მაცადე. ნათია. ბატო გადი. წავიდა. მობრძანდით. Ladies and gentlemen, this is our guest, the Vice President of Polo World Federation, our good friend, Mr. Pablo Esteves. Hello. Hello. This is Otar, our Security Service Officer. Hello. Gamarjaba. Right? Absolutely. ქალაქის დათვალიერების დროს რამდენიმე ქართული სიტყვა უსწავლია. გამარჯობა. Gamarjaba. Gamarjaba. This is Natia, our office manager. Nice to meet you, Natia. Nice, yes. Seems like we are at home. Oh, and this is exactly the point, Mr. Esteves. Yeah. We are trying to keep domestic situation in our working space because Georgians appreciate the familiar values a lot. Wow. Great idea. Yes. This way, please. Gracias muchas. Oh, wow. ეს ყველაფერი ძალიან გავსო ოჯახსო. მამა შენ მოუთხა ეს ყველაფერი იმიტომ გავსო ოჯახსო, რომ სპეციალურადო ჩვენო საქართველოში ძალიან დიდ პატივს ვცემთო ოჯახურ ღირებულებებსო და იმან რაო? მაგარიაო. მაგარია. ისე მამა შენი შომა ოთარ. როგორ არ იცი ინგლისური? როგორ არ ვიცი? უბრალოდ პრაქტიკა რო არ მაქვს, ვერ გემულობ. Come on in, Pablo. This way, please. This is Vato, What? our IT specialist. IT? Oh, yes, information technology. He runs our website. He's so young. Oh, yes, new technologies, the computers, the youth knows it better, as you might know. Well. All right? Good, This good. is Natia. Hello, Natia. Well, she doesn't speak, she's deaf. Oh no. Well, no, she's working in our office as the financial bookkeeper. She's fine. Oh, social inclusion. Yes, absolutely. Yeah. And this is the vice president of the Georgian Horseball Federation, Mr. Nicholas. Hello. Welcome to Georgia. Gamarjaba. Gamarjaba. სურათს გადაგიღებთ. Rasuras, baba. Pablo, Vato wants to be taking some memorable photos for our website. Why not? Okay? No worries. Thank you. Okay. Thank Ai you. surati, babu. კი ახლა კომპიუტერში შევკრიბე საღამოს დავამუშავე. Aba shades, midi. Ai. Okay, come on. Horses. Yeah. Georgian polo team. What him? Tbilisis Centauri. Can't what? Ah, okay. Centaur. Oh, Centaur. Yes. Come on. Centaur. Come on. Yeah. This horse Yeah. and my father. Father? Yeah. Sorry, Mr. President, your father? Oh, no. No real father.
Mr. Valgabunja, he's like father for all of us. Oh, yeah. ცოტა ფრთხილად ნიკოლოს. უკინა ამ გავბაზდი. ფრთხილად თქონეთ. And now, father of all of us, everything good here. Good staff, good office, a good situation. And now, let's go to the horses. გავიგე და დაწნარდი, ნუ ნერვიულობ. Pablo, not to the horses now. Why? Okay, let's first have a nice dinner. Dinner? Yes. Well, you came from a long distance and we have been waiting here for you. And let's first dine and then go to the horses. How about that? I am so hungry. Well, აბა, სუფრა გავშალეთ, ბაშებო. ой, ма, ნათია. ხო. ნათია, ჩქა. ყველაფერი მზადარი ვახობდი არ ინერვიულობ. ოთო. აქავარ мама. ვიჯო, ცხენებისკენ იწევს უკვე. აბა შეინცე ახლა. უნდა დავათვალ, ხო იცი? ეს არის ახლა შენი იურისდიქცია. არ ინერვიულო мама. ამას ახლავე მოვაწყვიტავ კისერს. შენ ხელშია იცოდე ქართული ცხენბურთის მომავალი. Okay. Mr. Pablo, Yes. red or white? What? Wine, alcohol, drink, red or white თქო? წითელი შემოუტვენ და თეთრის, მიდი. I am Tamada. Tamada. What is Tamada? მაგას ახლავე გაიგებ, ჩემო პაბლო. Votis Tamada. Tamada is a toast master. He is a leader at the table, you know, he makes toast. ვირფასოს უფლის წევრებო, უთაგნე мама. დღეს საქართველოს ცხენბურთის ფედერაციის ოფისში დიდი ზეიმია. ჩვენ გვესტუმრა საპატიო სტუმარი სიური ურუგვაიდან. პირველი ჭიქით მე მინდა შევსვა სტუმრის ადღეგრძელო. უსურვო მას ბედნიერება და ჯანმრთელობა და მიზნების 100%-ით შესრულება. შენ ნაკლები ლაპარაკე, ბიჭო და მეტი დალია თუ ზმა. მაცადე мама, ვიცი რასაც ვაკეთებ. This toast to you, Senor Esteves. Right? And now you have to say samadlobeli toast. Yes. What is Samadlobeli is a Thanksgiving toast. What I have to say? Well, say thank you. Thank you. Yeah, thank you. Thank you. Okay. Bottoms up. Bolonde. Bottoms up, yeah. Baramza. No problem. No problem. Bottoms up, yeah. უყურე შენ რა? You know, let's go to the horses. Come on. Senor Esteves. უთხარი რამდენიმე აუცილებელი სადღეგრძელოა თქო. There are some obligatory. Obligatory. No problem. ამ ჭიქით Senor Esteves მშვენიერ და ულამაზეს ურუგვაის გაუმართ. ო, სი. მართალია ეს ქვეყანა ჩვენ მარტო სურათებით ვიცით, მაგრამ ჩვენ გვინ არ მინდა ამდენი ლაქათი ტემპი მინდა დალები. Tempo. Okay. Let's drink to Uruguay. Okay, to Uruguay. To Georgia. Uruguay. Georgia. Me gusta mucho Uruguay. Me gusta mucho Georgia. And this toast is to შოპლები. What parents? Parents, yes, parents. Mama გაგიმარჯოს, ოღონ არ შეიმჩნიო. მადლობა, მაგრამ არა ხაზგასმა საჭირო. დედას გაუმარჯოს, სადაც არის, როგორც არის. Mr. Esteves. Yes. Have you parents on the face? What? What? შობლები თუ ყავს სახეზე თქო. რა ვერ გაიგეთ? He's asking if your parents are alive. ეს არის თრალი ქართლის ინგლისური. ნიკოლოზ და მაცადე ახლა სუფრის წაყვანა. ო, მიდი, ჰა. რა მამა? დედა მყავს მოხუცი და მამა გარდამეცვალა. Okay. Let's drink this toast to your mother, Mr. Esteves, and to your father. We will drink next toast to ასულები. შობლებს გაუმარჯოს. Garjos. No longer around. Garjada. ქენი რამე ბიჭო საათს უყურებს თუმარი. ბიჭო, მაგარი მსმენელები კი ყოფილან ეს ურუგვაელები, ა? მე 7 ჭიქა დალია და ჯერ კიდევ ხიზელია.
არა, ნუ თლათ ფხიზელი ვერაა, მაგრამ უგონოთაც არა ეს შობელწავლი. ხო და რა ვქნათ? მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ. ვატო მამა, ყანწი. What is fancy? Well, just a moment. You will see it in a second. It's coming here. Well, khanzi is a horn. It's a traditional Georgian vessel for drinking wine. Wow. Amazing. ეხლა ნახეთ, როგორ დავცეთ ბეჭებზე ლათინური ამერიკა. ჩავავისხი? ჩამოვასხი? Now you No. No. drink. თავზე დაგასხავ თქო ბაბა უთხარი? წესი არა თო თუ ეხლა. What? მაშინ უთხარი. ამას თუ არ დალევ. ყველგან ვიტყვით რომ ქართველები ურუგვაელებს ყველაფერში გიგებთ თქო. Well, he's saying that if you don't ბიჭო, შეხვარ დათვერიე. რასაუბრ ნიკოლოზ? ჯერ არის გავხურებულა. რა მამა? რაო და ქართველებმა ურუგვაელებს როგორ უნდა გვაჯობოთ რამეში, როცა ფეხბურთში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები ვართ. უთხარი ერთი მაგას. მასე დინამომ 91-ში თასების თასი აიღო, მაგრამ ჩვენ ქართველებს ეგ ამავე აღარც კი გვახსოვს თქო. როგორ არ გვახსოვს ბიჭო, დღემდე 13 მაისზე იყო. ხო, მაგრამ ამან ხო არ იცის. ვატო მამა? მიდი დედიკოს უთხარი მწვადი გამოგატანოს. და ჩვენი სტუმარი გეუბნება, ჩვენი გუნდი ახლაც მაგარია დიეგო ფორლანი ყავს. უთხარი ერთი მაგას. აგერ იყო ჩამოსული თქვენი გუნდი თავის ფორლანიანად. დინამოზე 2-0 რომ შეგისრულეთ. You know, he's saying that, there was the Uruguayan team here and they lost 2-0, to the Georgian team, and Forlani was playing. What? Give me the horn. Oh. ანწიო. Yeah, can't see. Give me. ეს სამხრეთელები ყველა ერთნაირი გადარეულები როგორ ვართ? კაცი ყოფილ ხარ, კაცური! შეგარგოს ვაზის ნაჟური. უთხარი მამა? Well, he's saying, აუ, ეს როგორ უნდა გადავთვალო, თუ წარმოდგენა არ მაქვს, მასალა ერთი. მოდი მამიკო, მოდი. Oh, asado! Yes, asado. It's special for you. Thank you. This is Georgian tradition. When ხორციანი კერძი comes to supra, we drink two წასულები. Drink horn? Horn? Can't see. Აცი. Let's drink. Can't see. Okay. უყურეში. დაგირხავოთია. მაგარია, გონი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ქონდა ბატონ პაბლო ესტევეს საქართველოში. ოჩაღვატო. ოჩაღვათო.
მაგარია წვნიანი პახმელიაზე. ლუდი ამოგიტანო. ჭაჭა მირჩენიანად. დღეს გეკუთვნის. აუ ისე მართლა ძალიან მაგრად სვამდა ის ურუგვაელი. ხო, მაგრამ ქართველები უფრო მაგრები ვართ. მოვედით. რა კენით? გავაცილეთ აეროპორტში და გაფრინდა. მე? აუ ძალიან კმაყოფილი იყო ყველაფრით. ცხენები როგორ მოეწონა? ცხენები. ბიჭო, მთელი გზა ბოდიშებს იხდიდა. ისე როგორ დავთვერი, რომ იპოდრომზე ცხენებთან მისვლა საერთოდ არ მახსოვს. შენ ესე კი სამახსოვრო ფოტოც მოეწონა. და რა თქვა იცი? ქართული ფედერაციისგან მსოფლიო ფედერაციამ ძალიან ბევრი რამე უნდა ისწავლოს. არა, ძალიან მაგრები ვართ ქართველები, ძალიან ნიჭიერები. ჩაისამის ხერა გახოცენ. აუ ნათი, ჩაი დაასხი. ხო ეხლავე. კარგი, მე დავასხავ დღეს კარგ ხასიათზე. ქართველებს გაგვიმარჯოს. ჩვენ რო ზარმაცები არ ვიყოთ.